ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით საგანმანათლებლო კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში 15-დან 18 აპრილის ჩათვლით სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყობა, რაც რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების მონახულებას გულისხმობს. საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში დღეს ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლის 80-მდე მოსწავლე ბათუმში იმყოფებოდა. მოზარდებმა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს, მანამდე ისინი კინოთეატრ აპოლოში დოკუმენტური ფილმის ჩვენებას დაესწრნენ. აქ ჩამოვიდი მისთვის რომ დამეთვალიერებინა ეს მუზეუმი. ძალიან კარგია ეს მუზეუმი. აქ არის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მონაპოვრები, რომელიც ჩვენს ისტორიას აცოცხლებს, რომელიც სხვადასხვა ძველი წელთა აღრიცხვებით თარიღდება. პრიორიტეტული ამოცანა არის ის, რომ ახალგაზრდებში, ბავშვებში განსაკუთრებით რაც შეიძლება გავზარდოთ ამომაყოთ ცნობიერება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, გავზარდოთ მათი ინფორმირებულობის ხარისხი, რაც ფიქრობ მომავალში დაეხმარება მათ, რომ უფრო გრძნობიარე გახდნენ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.